კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მოგესალმებით. დავე კვირიკეს ეთერში თქვენ უყურებთ გადაცემას ერი და ისტორია სალომე ჭითენავასთან ერთად. სიახლე ძვლის დავიწყებას ნიშნავს, თუმცა როგორ შეიძლება ძველი თბილისი დავიწყებას მიეცეს მაშინ, როდესაც მისი უნიკალური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჯერ კიდევ სწორედ ძველ თბილისში გაბატონებულ სულზეა დაფუძნებული. აქ ძველი ქალაქის სული დღემდე შენარჩუნებულია. თბილისი როგორც ქალაქი უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბდა. იგი მდიდარი მტკვრის ვიწრო ხეობაში აშენდა და თავისი ვიწრო ქუჩებითა და სივრცით მსოფლიოს ერთ-ერთი თვითმყოფადი ქალაქი გახდა. სწორედ იგი მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რომელიც 1936 წლამდე ტიფლისად იწოდებოდა. ამასთან აქ არის თავმოყრილი ის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ტურისტებს დღემდე იზიდავს. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ძველი თბილისი ჩემი დღევანდელი გადაცემის თემა თითოეული ჩვენგანისათვის მეტად საინტერესო და საყვარელი თემა გახლავთ. მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ძველ თბილისში ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმართან, ბატონ ალექსანდრე ბოშიშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ ისტორიკოსი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. და მოდით დავიწყოთ ზოგადად საუბრით, როგორ იყო ძველი თბილისის სახე და რომელი ეროვნების წარმომადგენლები ხვდებოდნენ აქ ამ პერიოდში. მოგესალმებით. სალომე, მივესალმები ტელემაყურებლებს. ძველი თბილისის ამოუწურავი თემა და ყველასთვის რაღაც საინტერესო და საყვარელი. დაგეთანხმებით ნამდვილად. სადებარ თავიდანაც ჩვენი ლეგენდა ვიცით ვახტანგ გორგასლის შესახებ, როგორ დაარსდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალით, აქ დასახლება ყოფილა უფრო ადრეც, გაცილებით ადრეც ჩვენს წელთაღრიცხვამდეც, როგორც ჩანს ხელსაყრელი ადგილი იყო. სად მდებარეობდა ახლა ეს ძველი თბილისი? ვიცით, ნარიყალას მთა და მტკვრის სანაპირო. აქედან ჩამოდიოდა ორი კედელი. დაახლოებით დღევანდელ აბანოების მხარეს ერთი კედელი და მეორე ამ ბოლოს აღმოჩნდა ბარათაშვილის ქუჩაზე. ვიცით ყველამ, ხო? კედლის ნაშთები რაღაც მუზეუმის მსგავსიც მოეწყო ღიაცის ქვეშ. მეორე კედელი იყო ზუსტად აქ. აი ამ პატარა სივრცეში, თუმცა არც პატარა გამოდის, არსებობდა ძველი ქალაქი. თბილისის ნაწილი იყო მტკვრის მეორე მხარესაც, სადაც ახლა მეტეხის ტაძარია, ეს იყო კიდევ ერთი უბანი თბილისის, ისანი არაბული სიტყვა და ციხეს სიმაგრეს ნიშნავს, განსაკუთრებით იყო ეს გამაგრებული, სადაც იყო მეფის სასახლე. შემდეგ დემეტრე თავდადებულმა აშენა სასახლესთან ახლოს მეტეხის ტაძარი და სახელიც შემორჩა მეტეხი დღემდე. მეტეხის უკან იყო გარეუბანი, კიდევ ერთი ქალაქის თავიდანვე გარეუბანი, ავლაბარი, რომელიც ასევე არაბული სიტყვიდან მოდის და ავლაბիր კედლის გარეთა დასახლებას ნიშნავს. ავლაბარი ქალაქის გარეთ იყო. გარეუბანი იყო ზუსტად ამ ბარათაშვილის ქუჩაზე, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის ადგილზე არსებული კედლის გასწვრივაც, აი სადაც თავისუფლების მოედანია ეს იყო. გარეთუბანი ესე ერქვა, სადაც ცხოვრობდნენ უფრო ღარიბი მოსახლეობა და ქალაქის გარეთა ნაწილი იყო, სადაც ჩამოდიოდა ხევი და დიდი კედელი იყო, იცავდა ქალაქს. აი ახლა რომ ნახავთ, ალბათ ნანახი აქვს თბილისის სტუმრებსა და თბილისელებსაც, ამ ბოლოს კარგად გამოჩნდა ეს კედელი, სხვადასხვა პერიოდის ფენებით არის აშენებული. არაბული წარწერის კვალიც არის აღმოჩენილი, ასევე ალბათ აღებას ცდილობდნენ ის ქვა, რომელსაც ესროდნენ, ესეთი მრგვალი რაღაცა.
ესე იყო თბილისი, იყოფოდა ძირითადად სამ ნაწილად, ანუ გურის ერთ მხარეს იყო ისანი, მეორე მხარეს იყო კალა და საკუთრივ თბილისი. ან ტფილისი, როგორც ძველად ეძახდნენ 1936 წლამდე სწორად აღნიშნე, სპეციალური კანონიც კი გახდა საჭირო, რომ თბილისი დაერქმია, თუმცა ეს ხალხურ მეტყველებაში უკვე დიდი ხანი თბილისს ეძახდა ხალხი, მაგრამ ოფიციალურად ისევ ტფილისი ერქვა ძველი სახელწოდება და 36 წელს მიიღეს ზუსტად ეს კანონი და შეცვალეს თბილისი. გასაგებია, ვისაუბროთ ძველი თბილისის არქიტექტურაზე და რამდენად არის. დავამატებ მოსახლეობაზე უნდა მე თქვა ვინ ცხოვრობდნენ ეროვნებები. ხშირად ეხლა აქედან ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე რომ აი ამდენი ქართველი ცხოვრობდა, ამდენი თათარში მუსლიმი მოსახლეობა იგულისხმება, ამდენი სომეხი, მაგრამ თბილისელები ესე არ ყოფდნენ იმ დროს მოსახლეობას. ყველა იყო ქალაქელი. თავის დროს აი ქალაქელს და ეროვნებება დაყოფა იყო ძალიან პირობითი და კონფესიურ დონეზე, ანუ რელიგიურ დონეზე. ვინც სადლოცულობდა იმ ეროვნებად ითვლებოდა. იყო შემთხვევები ორი ძმა, ერთი ძმა ითვლებოდა სომხად, მეორე ქართველად, იმიტომ რომ ერთი გრიგორიანი იყო, მეორე მართლმადიდებელი. ანუ არის ცნობები, როგორ ხდებიან თათრები, ქართველები. მე პირადად მაქვს ნანახი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია საბუთები, სადაც პირობას დებს ვიღაც მუსლიმი, რომ ამის შემდეგ იცხოვრებს ქრისტიანულად, დაიცავს მარხვას, ესე და ესე. ანუ ეს რელიგიურ დონეზეა და არა აქედან რომ ჩვენ ყოფთ და ვაცალკევებთ ამათ ჯგუფებად. ესენი ყველანი ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის დღეობებში დადიოდნენ. ყველაზე დიდი დღეობა მართლმადიდებლების ეს თაწმინდობა, მამადავითობა ერთად აღნიშნავდა ყველა მოსახლე. ასევე ყველა ერთად მიდიოდა და სომხურ რელიგიურ დღესასწაულებზე, ან ძალიან იყვნენ ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული. არის შემთხვევები, აი დღეს ისია, რომ ბავშვის ნათლია აუცილებლად უნდა იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ საეკლესიო ჩანაწერებში არის, რომ ნათლია არის სომეხი. არ ვიცი ეს რამდენად შეიძლებოდა თუ არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, ნანახი მაქვს მე თვითონ იქ სახელი და გვარი ისეთი წერია, რომ აშკარად ის არის, ხო, მე-19 საუკუნის ჩანაწერია რაღაცა რუსული დაბოლოებებით. სომხური სახელები. ასე რომ ეს ხალხი ერთად ცხოვრობდა, ერთად საქმიანობდნენ, ერთად და საკმაოდ ხო, არანაირი და ის არ ქონდათ, რომ დაყოფა შენ ეს უკვე გვიან შემდეგ უკვე რუსეთის იმპერიის გავლენით მოხდა, რომ დაყვეს ვინც რა ეროვნება, ვინც სადალოცულობდა, იმის მიხედვით ეროვნებებად დაყვეს. და უფრო მერე მოხდა გაუცხოება ამ ხალხს შორის, თორე მათი წარმომავლობა დღეს შეიძლება ვიღაცას სხვა ეროვნებისად მიაჩნდეს თავი, მაგრამ ძირი ჰქონდეს მეორე ან ქართული. ამ პირიქით იყო შემთხვევები. ასე რომ ეს ცოტა რთული და ისეთი საკითხია რა. აი მე-18 საუკუნის მოსახლეობის აღწერებში არანაირი დაყოფა არ არის, წერია მხოლოდ სახელი და გვარი. თბილისში აქ ცხოვრობს რომელ უბანში და ამის მიხედვითაა ეს ყველაფერი. გასაგებია. ხო, ახლა გადავიდეთ არქიტექტურაზე. რაც შეეხება არქიტექტურას, ძველი თბილისის არქიტექტურაც უფრო ჩვენ რაც ვიცით, უფრო აღმოსავლურია, აღმოსავლეთის დიდი გავლენის გამო ალბათ უფრო არსებობდა ბანიანის სახლებიც, არსებობდა უფრო მაღალიც, ალბათ 3 სართული დღევანდელი გაგებით, მაგრამ ეს არ იყო დღეს როგორც წარმოგვიდგენია ეს აივნიანი სახლები, შედარებით უფრო გვიანდელია. აი ძალიან საინტერესოა 1795 წლის თბილისის დარბევ აღა მაჰმად-ხანის მიერ, როდესაც თითქმის ძალიან დიდი ნაწილი სახლების მაშინ დაინგრა, განადგურდა, მაგრამ გადარჩა საძირკველები ძველის და ამაზე მოხდა აშენება ახალი სახლების დიდი ნაწილის. აი რომ ნახოთ ძალიან ბევრი სახლია აშენებული 1795 წლის შემდეგ, რომელიც ძველ საძირკველზე არის აშენებული და ამიტომ მე ზუსტად ავარიულობაც ამან გამოიწვია მათი დიდი ნაწილის, იმიტომ რომ ის გაცილებით ძველია საძირკველი ვიდრე ზემოთ კედლები და ანუ საძირკველი როცა სუსტია, ამიტომ იწვევს ავარიულობას. ზოგან
წყალიც არის ქვემოთ და მერე ცადეზოგის ამოშრობა, მერე ამან უარესი შედეგი მოიტანა, ჯობდა ალბათ რომ ყოფილიყო ისე როგორც იყოს და რაღაცა სპეციალური ტექნოლოგიები შეემუშავებინათ. ეხლა მაგას კიდევ ცალკე თავის სპეციალისტები ყავს, მაგაში არა ვარ ისე მათ კომპეტენტური, მაგრამ რაღაცა მოსაფიქრებელი არის აშკარად თბილისის არქიტექტურის შესანარჩუნებლად. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არის ეს არქიტექტურული სახე შეცვლილი? არა, რა თქმა უნდა არის შემორჩენილი ძველი შენობები, ძველი სახლები, აი ჩვენ რო ვეძახით ქართულ აგურს. ეს სულაც არ არის ესე ქართული, ეს უბრალოდ გავრცელებული იყო როგორც საქართველოში, ისე აზიის სხვა ქვეყნებში და აი ამით არის აშენებული ძველი თბილისის სახლები. ამის მიხედვით ხდება რაღაცა დათარიღებები, ზომები არის სხვადასხვა პერიოდის აგურის ესე ოთხკუთხედი ბრტყელი აგური. ხო, სახელზე რატო დაერქვა ქართული მე-19 საუკუნეში შემოვიდა რუსული მასალა და ეს რადგან ძველი იყო და უფრო გავრცელებული, იმას რუსულს რო ეძახდნენ, ამას ქართული დაარქვეს და ესე დღემდე შემორჩა და ამით აშენებული მთელი ძველი თბილისი. ძალიან ძველ ფენებშიც არის ეს აღმოჩენილი და არა მარტო გვიანდელი. რა შეგიძლიათ გითხრათ ძველი თბილისის კულტურული ძეგლების შესახებ? ხო, ძველი თბილისის კულტურის ძეგლები ძირითადად ეკლესიებია. სამწუხაროდ ჩვენ არ შემოგრჩა ძველი სასახლის ნაშთები. სასახლე, როგორც აღნიშნე, მეფის სასახლე, სადაც იყო დღევანდელი მეტეხის მიდამოებში, ანუ ისანი, ისტორიული ისანი, რასაც ერქვა, აქ იყო მეფის სასახლე. შემდეგ უკვე თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი აქ იყვნენ. შემდეგ გადმოდის უკვე გულის მეორე მხარეს გვიან პერიოდში, სადღაც აი დღესაც საპატრიარქოა აი მიდამოებში. როსტომის სასახლე თუმცა დღემდე შემორჩენილია, ასე რომ აი ეს კულტურული ისტორიული ძეგლები ძირითადად შემორჩენილია ჩვენთან ეკლესიების სახით. იგივე ეს მეტეხი, სიონი, რომელმაც არაერთი დამპყრობელი გადაიტანა, ასე რომ ვთქვათ, ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, რამოდენიმეჯერ გუმბათიც მოხსნეს, ვიცით ხო, ზემოდან რაღაც ტახტის დადგეს და ასეთი სისასტიკე გამოიჩინეს, მაგრამ ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ ისევ აღედგინათ ეს ძეგლები, პირვანდელი სახე დაებრუნებინათ და შემორჩენილია ესე შემორჩენილია ციხე, ანუ ციტადელი თბილისის, ეს ნარიყალა, რასაც ვეძახით, ნარიყალა მცირე ციხე, ესე შიფრავენ მეცნიერები, ნარინ პატარა და ყალა ციხე. სადაც იყო ქალაქის დაძაბულ სიტუაციაში შეხიზნა შეიძლებოდა მოსახლეობის მთლიანად იქ გამაგრებული იყო, იმის აღება ფაქტობრივად შეუძლებელიც კი იყო. შემორჩენილია კიდევ გალავნის ნაშთები, რა ვიცი, ძალიან ბევრიც უფრო ესე ჟამთასვლამ შეცვალა. ყველა ეპოქა თავის დახსასვავდა. ეხლა ჩვენც რო შევხედოთ, ხო, გავიაროთ ძველ თბილისში, სამწუხაროდ არის ისეთი შენობები, რომელიც ჩვენი ეპოქისაა და რაღაც თითქოს არ უხდება იმ ძველ თბილისს, მაგრამ აი ესე ყველა დროში რო ახალი შენდებოდა და ის ძველი ბევრი რაღაც დავკარგეთ. თუმცა მაინც შემოგრჩა. კი, არის შემორჩენილები, არის რაღაცები. ეკლესიების სახით ძირითადად. საცხოვრებლები რო გვიანდელებია ეს. იგივე საივნიანის სახლები, აი 18-ის ბოლო, 19 საუკუნე არის ძირითადად. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ცოტა ქვეყანას ქონია იმდენი აღმავლობა და დაცემა კულტურის, მევენახეობის მეღვინეობის კულტურაში, რამდენიც საქართველოს. და როგორც ვიცით, იყო ადგილები, სადაც იყიდებოდა არყები და ღვინოები. კი, რა თქმა უნდა. და ღვინის გამყიდებლებს ერქვათ სირაჯები. ვისაუბროთ თუ შეიძლება სირაჯებზე და ზოგადად სირაჯხანაზე. რა თქმა უნდა, ეს ღვინის თემა საქართველოში იწოდა. საკმაოდ საყვარელი თემა. ხო, სხვანაირად არის. ღვინის გამყიდველები ყოველთვის არსებობდნენ საქართველოში. სულხან საბას აქვს განმარტებული ძველად ხამარი ერქვა ამასო. ესეც ალბათ არა ქართული სიტყვა, არ ვიცით ამის განმარტება. და გვიან პერიოდში გაჩნდა სირაჯი, სირაჯხანა, ადგილი, სადაც ღვინო იყიდებოდა.
ეს ნიშნავს რაღაც სპარსული არაბული სიტყვა და ნიშნავს რაღაც მათრობელა სიტყვას, ანუ ღვინოს ნიშნავს იმათ ენაზეც და ხანა სახლია. ანუ სადაც იყიდებოდა. ორი სირაჯხანა არსებობდა თბილისში, ერთი ლესელიძის და ერეკლე მეფის ქუჩებთან, სადღაც ლესელიძისთან, სიონთან და ქვემოთ და ეს უფრო ძველი, რომელიც იყო პატარა, შემდეგ მოხდა გადასვლა დღეს სადაც არის ეს სირაჯხანა, ვიცით, ავლაბარში რიყედან ასასვლელი, ეხლა ევროპის მოედანი, იქ სირაჯხანის ქუჩა არის, ეხლაც არის შემორჩენილი. აქ იყო მოწყობილი ეს დუქნები, იქვე შეიძლებოდა დალევაც, კეიფიც, იყიდებოდა ყველანაირი ხარისხის ღვინო, ძირითადად ღვინით მარაგდებოდა კახეთიდან შემოქონდათ. თბილისში დაახლოებით 5 მილიონი ლიტრი ღვინო ილეოდაო დაახლოებით იმ პერიოდში. მე-18-მე-19 საუკუნის მონაცემები უკეთესად გვაქვს. სირაჯები ჩადიოდნენ კახეთში, ჩაქონდათ დიდი მარაგი საჭმელი, საჩუქრები ჩაქონდათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტკბილეული ბავშვებისთვის, ტანსაცმელი, ანუ ჩადიოდნენ პატივისცემის ნიშნად. რა თქმა უნდა, ის ადგილობრივადაც დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ და დაიწყებდნენ ამ მომზადებას ღვინის ამოსაღებად ჯერ. სანამ ამ რუმბებს წყლით გაჟღინთავდნენ, რუმბები ჩამოქონდათ, მაშინ ჭურჭელი ესე არ იყო, როგორც დღეს სხვადასხვანაირი საშუალებები გვაქვს, ეს იყო ტყავისგან დამზადებული დიდი ავზები, რომელშიც საკმაო რაოდენობის სითხე ჩადიოდა. ისე რომ ერთ ურემს ეტეოდა 2 ეს რუმბი, 1 ან 2. ამას წყლით უნდა გაჟღინთვა, გამზადება უნდა იქ ღვინის ამოღება, რომელი იყო კაი, რომელი გადარჩევა და მთელი პროცესები იყო დაახლოებით 2 კვირა უნდებოდნენ ეს სირაჯები და მისი დამხმარეები ამას და 2 კვირის განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ და ამიტომ ჩაქონდა წინასწარ რამდენი საჩუქრები ადგილობრივებისათვის. იყო ხშირად ერთმანეთს ბავშვებს უნათლავდნენ და რაღაც ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა იყო. თუმცა არც ესე ლამაზად არის, როგორც აღწერე, ხშირად რაღაცნაირად მაინც ატყუებდნენ კიდევაც მოსახლეობას, იმიტომ რომ იმათ ფასები, როგორც ფასებს თავაზობდა ეს სირაჯი და ხშირად ნაკლებს შესთავაზებდა, ვიდრე ღირდა ეს ღვინო. და რაღაცა მონოპოლიური ისი პროცესი იყო, რომ მეტად ვერ მიყიდი და ვერ არის, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, ამას უნდა იყიდა. ამას გარდა ზედმეტსაც ჩასხავდა ამ ჩაფითო კახელი, ისედაც გულუხვები იყვნენ. ასე რომ საინტერესო პროცესია, თავისი მოხელეები ყავდა, ფიშქარი ყავდა, ეს რაღაც მოადგილესავით იყო, რომელიც ყველა საქმეს აგვარებდა, რომელიც შეიძლება მე რომ გაიზრდებოდა თვითონ გამხდარიყო სირაჯი. და ჩამოქონდათ ქალაქში და გზაშიც საკმაო ხანს უნდებოდნენ და მთელი ეს უკვე ქარავანივით მოქონდათ ერთი კვირა 10 დღე გააჩნდა. გზებიც არ ვარგუტა მაშინ. და საკმაოდ გვიანობამდე არსებობდა ეს სირაჯხანა და სირაჯების ინსტიტუტი მე-19 საუკუნის შუა წლებამდე. და მეფის ნაცვალმა განსაკუთრებული ბრძანებაც კი გამოსცა მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მონოპოლიური მდგომარეობა. ანუ რაღაცას გადაწყვეტდნენ, იგივე ფასების აწევა, დაწევა, გაყიდვის და მთელი ეს სისტემა ისე ჰქონდათ მოწყობილი, რომ სხვები ვერ ჩაერეოდნენ ამ საქმეში. და ამიტომ ცდილობდნენ, რომ მათი ის ცენტრალური ხელისუფლება უკვე ცდილობდა მათ შეზღუდვას და საბოლოოდ შეზღუდა კიდევაც ახლა შემდეგ უკვე დაშალეს ეს როგორც ორგანიზაცია სირაჯების ამქარი. ხო ეს ყველა ხელობას და ყველა პროფესიას ჰქონდა თავისი ამქარი, რაც გაერთიანება იყო ესეთი ამქარის სპარსული სიტყვა თუ უფრო არაბული თანამოსაქმეობას ნიშნავს. ანუ ერთად საქმიანობდნენ იგივე სირაჯები,
ვიღაც დაბაღები, ტყავის მწარმოებლები ერთად საქმიანობდნენ და მათ ყავდა თავისი ხელმძღვანელი უსტაბაში, ჰქონდა თავისი გერბი, ჰქონდა თავისი დროშა, წესდება, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ დახმარებოდნენ მეგობარს გაჭირვებაში, თუ მე გარდაიცვლებოდა მის ობლებს მაქსიმალურად ეხმარებოდნენ, თუ მოისურვებდა ამ თავის მამის პროფესიაში ჩართავდნენ, თუ არა და გაზრდაში ეხმარებოდნენ და აი ესეთი ის იყო ამქრები, რომელიც გარკვეულწილად მონოპოლიები იყო ახლა. აქედან ის არის რაღაცა ლამაზად ჩანს, მაგრამ ვიღაცას რომ მოედოებინა, თქვათ, აი დაბაღები ვახსენე, ტყავის წარმოება, დაბაღების ამქარი. არსებობდა ესეთი ორგანიზაცია, ვიღაცას რომ ცალკე მოედომებინა, მარტო ვერ გააკეთებდა ვერაფერს. ვერც აწარმოებდა ამას, იმიტომ რომ არც ასწავლიდნენ, არც ტექნოლოგიას მიცემდნენ და ვერც გაასაღებდა. ანუ ეს იყო ეს მონოპოლიები, რომელიც მე რუსებმა მე-19 საუკუნეში რაღაც განსაკუთრებული საფრთხე ჩათვალეს განვითარებისთვის და სპეციალური კანონებით აკრძალეს მათი საქმიანობები და ესე დაშალეს. გასაგებია. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორ უცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. ალბათ ძველი თბილისის ყოფა ცხოვრებაზე საუბარი არ შეიძლება განვაგრძელოთ, რომ თუ ხჩების თემას არ შევეხოთ. თუ შეიძლება ვისაუბროთ მათ. ხო, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, რას საიდან მოქონდა წყალი, ხო, არ იყო მაშინ ეს წყლის სისტემები, გაყვანილობები და ქალაქს ჭირდება წყალი. რა თქმა უნდა, არსებობდა ჭები, რომლითაც იღებდნენ სასმელ წყალს, სასმელი წყლის ძირითადად ჭებიდან იღებდნენ, იყო გამოყვანილი თიხის მილებით, წავკისის მხრიდან, თაწმინდიდან, ნარიყალაზე იყო გამოყვანილი თიხის მილებით წყალი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ქალაქისთვის. და გაჩნდა სპეციალური ესეთი ინსტიტუტი ხალხის გაჩნდნენ, რომლებიც ყიდიდნენ წყალს. რომ წყალს ასხავდნენ თულუხში, თულუხი ეს იყო ტყავისგან დამზადებული სპეციალური ავზი, რომელიც ცხენზე იყო გადაკიდებული და მაშინ ასხავდნენ წყალს და დაქონდათ ქალაქში, ჰქონდათ ერთი ვედრო, რომელთაც საწყავო იყო. დაახლოებით 1 კაპიკი, 2 კაპიკი, 3 კაპიკი, ესე ღირდა, 3 კაპიკზე მეტი არ ღირდა ერთი ვედრო წყალი, იმის მიხედვით საიდან იყო მოტანილი. თუ უფრო ახლოდან იყო, უფრო ნაკლები ღირდა, იმიტომ რომ შორიდან უკეთესი, უფრო სუფთა წყალი იქნებოდა. და შესაბამისად ფასიც მეტი იყო. ფასიც მეტი იყო, რა თქმა უნდა. პატრონს ყიდველს უტოვებდნენ რაღაცა ჯოხს, რომელზეც პატარა ნაჭდევებს აკეთებდნენ ეს თულუხები, თულუხჩები, ანუ ვისაც დაქონდა ეს წყალი. ერთ მიტანაზე ერთ ნაჭდევს გაუკეთებდა, მერე დააიანგარიშებდნენ, თვის ბოლოს ერთიანად გადაუხდიდა თანხას. ეს იყო ძირითად გამოსაყენებელი წყალი და არც ისე ბევრი დაჭირდებოდათ ალბათ ქალაქში, იმიტომ რომ თქვათ ქალაქის მოსახლეობის ზედაფენებს უკვე ჰქონდათ საშუალება თავის საკუთარი ჭები და წყაროები ჰქონდათ. ეს არის უფრო ძირითადად ქვედაფენებზე გათვლილი, რომელიც აბანოში დადიოდა და სახლში ალბათ არ დაჭირდებოდათ, ასევე არსებობდნენ მრეცხავები, რომელსაც არეცხი მიჰქონდა და ალბათ სახლშიც ნაკლებად თუ რაღაც რეცხავი. ანუ ეს რა ვიცი, სახლში საყოფა ცხოვრება დანიშნულებისთვის იყენებდნენ ამ წყალს ძირითადად, მაგრამ ქვედაფენები ალბათ სასმელათაც გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ საშუალება. იმდენი რომ რაღაც თავისი გაეკეთებინათ. აი ესეთი საინტერესო, მათაც თავისი ამქარი და გაერთიანება ჰქონდათ და რაღაცებს თვითონ წყვეტდნენ ფასების, ფასების დაწესებაზე.
ხო. მოდით შევეხოთ მენახშირეობის თემასაც, ბატონ ალექსო, ვინ დაიწყო, საიდან დაიწყო და როგორ დაიწყო მენახშირეობა? ხო, ქალაქს მაშინ არ იყო დღეს რო ესე გავრცელებულია გაზი, ქვანახშირი და ესეთი რაღაცები, გათბობის საშუალება ერთადერთი იყო ეს ხისგან ამზადებდნენ, ხის ნახშირი იყო. ხის ნახშირი, რომელიც ქალაქის ძირითად შემოგარენის ტყეები იჩეხებოდა. მაშინ სამწუხაროდ ბოლოს ისე იყო, რომ 19 საუკუნის ბოლოს საერთოდ ტყე აღარ იყო. მაშინდელი ფოტოებიც რო ნახო, ეხლა სადაც ნაძვნარია გაშენებული ფიჭვნარები ეს თბილისის შემოგარენში, ეს უკვე გვიან მე-20-ში გაშენდა. მთლიანად იყო განადგურებული ტყეები. თავიდან როგორც ჩანს ეს დაუწყიათ რა დასავლეთ საქართველოსდან გადმოსულ რაჭველებს, იმერლებს ეს საქმიანობა, მაგრამ მე რა თქმა უნდა აქაც ადგილობრივებმა უწევ აუღეს ალღო და შეიქმნა ესეთი სპეციალური მენახშირეები, რომლებიც ადგილზე წვავდნენ ნახშირს, ორმოს იღებდნენ, შიგნით შეშას ჩაყრიდნენ, დაწვავდნენ და იქიდან არჩევდნენ ამ ნამწვავებს. ჩამოქონდათ ქალაქში როგორც და ყიდიდნენ შეშას ჩამოქონდა და ნახშირიც ვის რა ყველას თავისი კლიენტი ყავდა. იყენებდნენ ყველა ხელოსანი თუ სასადილოებია თუ სამიკიტნოები, მაშინ როგორც ერქვა, წვადს წვავდნენ თუ სადილს ამზადებდნენ, ასევე იყო სპეციალური რაღაცა და ღუმელი ესეთი კურსი, რომელიც იყო გათბობის საშუალება, ამას დგავდნენ, ყველა დუქანში იყო, მარტო გათბობის მიზნით იყო ეს კურსები. იყო მაყალი, რომელშიც ჩაყრიდნენ ასე წვადისთვის და იმისთვის იყენებდნენ ნახშირს. ეს შეშის მოედანი არსებობდა დღევანდელი აი თავისუფლების მოედნის და ლესელიძის კუთხეში, აი დაახლოებით, მან ქალაქის კედლის გარეთ. აი მან არსებობდა შეშის მოედანი, სადაც იყიდებოდა ეს შეშა და ნახშირი. ჩამოქონდათ ვირებით სპეციალური, ესე ქარავანივით მოდიოდა. გასაგებია. ძველი თბილისის ხსენებაზე შეუძლებელია არ გაგვახსენდეს კინტო და ყარაჩოყელი. თუ შეიძლება ვისაუბროთ მათ საქმიანობაზე, მათ მსგავსებებზე, განსხვავებებზე და ასე შემდეგ. კინტო და ყარაჩოყელი ესეთი თემაა, რაღაც ყველას გაუგია, ყველას აინტერესებს. რაღაც ამ ბოლო დროსაც ძალიან ისეთი უფრო მეტი მოხდა კინტოს ესე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად მოიხსენიებენ უფრო. ისედაც ძალიან ბევრი დანაშაული აქვს და ცოდვა ამ კინტოს, მაგრამ ესე ამდენადაც არ შეიძლება გაკიცხვა. ეს არის ქალაქის ქვედა ფენა, ხელოსნები, ალბათ უფრო არის ვერსია რომ უფრო თავიდანვე არსებობდნენ, უძველესი დროიდანვე, მაგრამ უფრო 19 საუკუნეში, 18-ის ბოლოს თუ გაჩნდებოდნენ ესენი. ესენი წვრილი ხელოსნები ერთი და იგივე ერთი ფენა, ასე რომ ვთქვათ. უბრალოდ რა ხდება? აი ამ ქრები რო ვახსენეთ. ამ ქარში ყველა ვერ მოხდებოდა, ხო? იყო დიდი კონკურენცია. მოდიოდნენ როგორც კავკასიის სხვადასხვა სახანოებიდან ხალხი, ისე საქართველოს სოფლებიდან სხვადასხვა, ანუ არ აქვს არაფერი, უნდა წავიდეს ქალაქში რაღაცა ბედი ეძიოს. მიდის და ცდილობს გახდეს რომელიმე ხელოსნის შეგირდი. ანუ ისწავლოს ეს ხელობა, მაგრამ ყველა ვერ სწავლობს. ზოგი გამოიჩენს იქ რაღაც თაღლითობას, ეშმაკობას, ანუ შეამჩნევა რომ ეს არ არის კარგი ადამიანი. ამას გარიცხავენ, აღარ მიიღებენ ამ ქარში. ანუ ამ ქრის გაერთიანებაში არიან ძირითადად ყარაჩოღელები. ეს ტიპები არიან, რომლებიც თვითონ ზრდიან სხვას და თუ ივარგა, ესე რომ ვთქვათ, მიიღებენ. თუ არა და უშვებენ, ან ვიღაცა საერთოდ არ უნდა. არც ხელოსნობა უნდა, არაფერი უნდა, რომ ეს თავისუფლად იცხოვროს. აი ესენი არიან ზუსტად ეს კინტოები. რომელიც არაფერი არ აქვს, ყველაფერს იკადრებს, ძალიან ადვილად მოატყუებს, ბილც იტყვაობს და
მარგინალიზებული ესე რომ ვთქვა, არავის არ უყვარს. ყველა რაღაც ცუდი თვალით უყურებს და ეჭვის თვალით. მაშინ როცა ეს ყარაჩოღელი არის რაღაცა წესიერი, სიტყვის არ გამტეხი, პატიოსანი მშრომელი და მოკეიფე და ხინის მოყვარე ადამიანი, რომელიც რაღაცა, მაგრამ ამათი ესე პოპულარები რო გახდნენ, გამოიწვია იმან, რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენს ისტორიაში ესე იყო, რომ საბჭოთა პერიოდის ინტერესი იყო ძირითადად დაბალი ფენების ისტორიის შესწავლა და წარმოჩენა. ანუ თავადი ბატონი ცუდია, მოღალატეა და ქვედაფენ ანუ მშრომელი, პატიოსანი ადამიანი, ესე იყო ეს სისტემა იყო, ხო? კი, ანუ ეს კლასობრივი ბრძოლის ჭრილში განიხილებოდა მთელი ჩვენი ისტორია და ამიტომ გახდნენ ესენი ესეთი პოპულარულები, თორე თბილისში უმეტესობა მოსახლეობის ხო არ იყვნენ ესენი, ხო, ესენი იყვნენ რაღაცა ერთი ჯგუფი. და ამიტომ გახდა ყარაჩოღელი ესეთი მისაბაძი და იდეალიზებული ვარიანტი. და ამისი ანტიპოდი გახდა ეს, რომელიც ვაჭრობდა, უკვე ცუდია იმ საზოგადოებისთვის, საბჭოთა საზოგადოებაში. არ შეიძლებოდა და ნუ თავისი კიდე ცუდი თვისებების გამო, რომელიც იტყუებოდა და ესე და ასე შემდეგ. და ამ ბოლოს აი წერა თქვი რომ ამ ბოლო დროს რაღაცა კინტოზე სოდომური ცოდვების იმაზე მიდის ხოლმე ხშირად საუბარი. რომელიც ესე სამწუხაროდ არ შეიძლება რომ ესე ცალსახად ვიღაცას დააბრალო, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ვიღაცა ინდივიდი შეიძლება რამეს წოდავდეს, ხო, ამას არც სოციალური ფენა არის საჭირო ამისთვის და არც მდგომარეობა. მაგრამ ესე რომ თლიანად ესე კინტოები ესე არ შეიძლება. ეს არის არასწორი, იმიტომ რომ სამყაროში ბევრი რაღაც არსებობს და ესე რაღაცა ჯგუფი, სოციალური კატეგორია, რომელიმე, რომ ყველა იყოს ესეთი რაიმე სოდომურ ცოდვაში მხილებული, ეს თემი არ არსებობს და რომ ყოფილიყო ნამდვილად გვეცოდინებოდა თანადროული წყაროებით. რამოდენიმე ვიღაცას შეიძლება თავის ცოდვა აქვს, მაგრამ ესე არ შეიძლება. ხო, იოსებ გრიშაშვილს აქვს კინტოს და ყარაჩოღელის ესე შეპირისპირება, კარგად, რომელი თლიანად ერთმანეთისგან განსხვავებულები და დაპირისპირებული მხარეებად გამოყავს, რომ სხვადასხვა არისო ცალსახად, მაგრამ არ ამბობს, რომ ესეთ ცოდვაში არიან ესენი. ხო. თუმცა მაქსიმალურად არა, დანდობა იქ არ ჩანს, მაქსიმალურად აი ყველაფერს აკატრებს, რომ იტყუება, ამას აკეთებს, ამას, მაგრამ ეტყობა არ არის ესეთი რაღაცა თორე რა, იმასაც იტყოდა, არ მოერიდებოდა, ხო ნამდვილად. ხო, აშკარად არ მოწონს მათი ცხოვრების წესი, მაგრამ ესე არ შეიძლება. დღეს არის რაღაც ინტერნეტშიც რო ნახოთ, არის რაღაცები, მასალები, მაგაზე ნაწერი. აქედან თითქოს ადვილია და შეიძლება რაღაცა დააბრალო, მაგრამ ესე არ არის, სიმართლე არ არის რა. გასაგები. ხო, ყარაჩოღელზე კიდევ თავარი მათი სურათები რო ნახოთ, ყველას უკეთია დიდი კამარი, რომელიც არის ვერცხლის და მთელი მათი ცხოვრება ხო ესეა, სულ კეიფობენ, დროს ატარებენ, ქაღალდს თამაშობენ, ანუ როცა მაშინ კარტის თამაში ესე თქვა, ქაღალდის თამაში. მაგრამ არ დათმობს არც ერთ შემთხვევაში ამ კამარს, იმიტომ რომ ეს არის მისი გარდაცვალების შემთხვევაში, რომ ამ კამარს გაყიდიან და ამის ხარჯით დაგრძალავენ და ამიტომ არ თმობს, არის შემორჩენილი ერთი ქალიც იყო, ყარაჩოღელი, კამრიანი სონა ესეთი. სურათიც არის შემონახული გრიშაშვილის მუზეუმში დაცული. რომელსაც თავისი რაღაც დუქანი ჰქონდა და პირობა ჰქონდა დადებული, რომ ესე ყარაჩოღულად უნდა ეცხოვრა ქალს. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს მოდით გოგირდის წყლებსაც შევეხოთ. ვისაუბროთ მათ დანიშნულებაზე. თბილისი ძირითადად გოგირდის აბანოების გამო დაარსდა ხო ჩვენი ლეგენდაც ესეთია. ყოველთვის იყო ამ გოგირდის აბანოებზე სხვადასხვა ლეგენდები გავრცელებული მთელს მსოფლიოში. მოგზაურებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მაინტერესებდა, ჩამოვედი, ვნახე, მართლაც ესეთი რაღაც საოცრება, სასწაული
აღამ ახმათხანზეც არის რომ გოგირდის აბანოებაში შესულიყო და რაღაც თავის ფიზიკური ნაკლებისთვის ეშველა, მაგრამ შემდეგ ვერ უშველა ამ აბანოებმა და ძალიან განისხდა და იმიტომ დაანგრიაო. აი ესე ძალიან ბევრი თბილისის ყოველთვის უკავშირდება ეს თბილი წყლები. აბანოები მართლაც სასწაულია და სასარგებლო. ეს აბანოები იყო სხვადასხვა დიდებულების. მეფის იყო ყოველთვის იქ მე ერთი პატარა მილის შესახებაც კი ერთმანეთში აი ისტორიულ საბუთებში შემორჩენილია. ერთ პატარა მილის შესახებ ჩხუბი და სასამართლო დავები აქვს, რომ ეს ადრე ჩემი წინაპრების იყო და შენ რატო გაქვს და მთელი ამბები მიდის, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ქალაქის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, აი აბანოში შესვლისას იქ არ იყო სოციალური კატეგორიები და ფენები, ყველა იყო თანაბარი იქ, ყველა ერთნაირად ელოდა რიგში, ყველა ერთნაირად შედიოდა და სარგებლობდა. შიგნით იყო კიდევ მთელი რაღაც ეს მექისეების ინსტიტუტი, რომელიც თაობიდან თაობაზე გადასცემდნენ და დღემდე ესე არის აბანოში, რომ ის ძველი მათი შთამომავლები არიან. იყო კიდევ რომ არჩევდნენ პატარძალს იქ ქალები იყვნენ ისეთები, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული და ურჩევდნენ და მთელი ის იყო თავისი კოლორიტი და ის ჰქონდა ამ აბანოებს. ის იყო ქალაქის ჰიგიენის ძირითადი ის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ რაღაცა ჩვენი აღმოსავლეთის ძალიან დიდი გავლენა იყო თითქოს რაღაცა თბილის არასოდეს არ დაუკარგავს თავისი ის სისუფთავე და ეწი ესე რომ ვთქვა. ყოველთვის იყო და ხალხი ცხოვრობდა ადამიანურ პირობებში. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, სამწუხაროდ ჩვენთვის გაგვეთმილით რომ ამოიწურა. დამშვიდობებით ჩემს მაყურებელს, შეგახსენებთ თქვენ უყურებთ TV კვირიკას ეთერში გადაცემას ერი და ისტორია, მე კი მისი წამყვანი სალომე ჭიტიანოვა გახლდით. გამშვიდობებით ერთი კვირით და შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ისტორიკოსი ბატონი ალექსანდრე ბოშიშვილი გახლდათ. კარგად ბრძანდებოდეთ. ერთო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.